გადაახავს, ხო, გადაიხადონ. გუშინ იყო ბოლო ვადა გადახდეს. რა მოხდება მაგ შემთხვევაში თუ არ გადაიხადოს? ახლა გეტყვით, ამ საქმეების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს კოალიციას, ანუ ქონდა აღებული არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას და ადვოკატებს ერთად. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თანახმანი, რომ ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ და თანხმობა განაცხადეს ადვოკატზე და მათ ყავდათ ჩვენგან დანიშნული ადვოკატები, ესენი არის გასაჩივრებული. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მათგანი ალბათ ძალაში დარჩება ბუნებრივია, მაგრამ თუ ყოველ შემთხვევაში თქვენ რასაც იძახით რომ ამოიწურა, ნუ თუ ის არ დარჩა ძალაში და თქვა შემდგომა სასამართლომ გაუქმა, ის იქნება გაუქმებული. რაც შეეხება გადახდის მექანიზმებს, ჩვენ ამაზედაც ვიფიქრებთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანებს ეს გადასახადები დაეკისრათ და განსაკუთრებით ჩვენ ვიცით, რომ ისინი არიან კონკრეტული რომელიღაცა ან პარტიის უმრავლესობა, მე არ ვიძახი რომ ყველა, მაგრამ ბევრი მათგანი, რომლებიც გაასამართლეს, იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ რომელიღაცა კონკრეტული პარტიის წევრები, მათი უმეტესობა არ დააპატიმრეს, არც ვთქვათ ადმინისტრაციული მხოლოდ დაკავებული ყავდეს მერე გაუშვეს. კონკრეტული პარტიის ესე ვთქვათ წევრები და მოხალისეები არიან. თუ მათ უშუალოდ აქვთ ამ პარტიებთან ურთიერთობა, მე ვიცი რომ ეს პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თანადგომა თავიანთი პარტიის წევრებს აღმოუჩინონ და თუ მათ რაღაც ხელმისაწვდომობა არ აქვს ამ პარტიებთან, რომელთანაც ვთქვათ არიან ასოცირებული ან მათი მოხალისეები არიან, მათ ჩვენი საშუალებით შეუძლიათ რომ ჩვენ დაუკავშირდებით ამ პარტიებს და ვისაც არა აქვს ამისი საშუალება და დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურ უმეტესობას ამის გადახდის საშუალება არ აქვს, ჩვენ შევეცდებით რომ რაღაცნაირად ეს ადამიანები იქნენ გათავისუფლებული ამ გადასახადებიდან და მათ სხვა გადაუხადოს იგივე ამ პოლიტიკურმა პარტიებმა. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, მე ბოლოსკენ წავალთ, თუ რამდენიმე ზარ შემოუშვებთ ეთერში თუ ზარი იქნება. ძალიან მაინტერესებს რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს სექტორით, შენი აზრით. იცით რა არის, საერთოდ იმედი რო არ იყოს ამ ქვეყნად ცხოვრებაც და სიცოცხლეც არ ეღირებოდა და მეცით იმედს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე კი არა რომ აი ვთქვათ პროცესები ასე ვითარდება. შეიძლება სწორედ პროცესების განვითარებაში ვერაფერ ლოგიკას ვერ ხედავდე, რომ აი ეს მიგვიყვანს ტაძრამდე, ანუ მიზნამდე, მაგრამ თავისთავად იმდენად ალოგიკურია ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმდენად ამოვარდნილია ყველანაირი ჩარჩოებიდან, უფლებადარღვევის, უსამართლობის, უკანონობის, ხელისუფლების, არალეგიტიმურობის, აი ყველანაირი მასშტაბები ისეთი ხარისხით არის დარღვეული, რომ ეს უბრალოდ ბუნების შეცდომა იქნება, რომ აი ეს რაღაცნაირად კიდე გახანგრძლივდეს. ამიტომ მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ აი ეს ალოგიკობა, აი ეს ალოგიკურობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ თავისი მოღვაწეობის 5 წელიწადნახევრის განმავლობაში თვითონ შექმნა, თვითონვე გახდება ამ ალოგიკურობის მსხვერპლი და მისი მსხვერპლობა გახდება, ასე ვთქვათ, დანარჩენი საზოგადოების თავისუფლების გარანტია. მაგრამ კიდევ ვიძახი, ეს ნამდვილად უახლოეს მომავალში მოხდება და ეს ლოგიკურია, რომ ესეთი რაღაცა, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს იცნობ, მართლაც ღირსების შემლახავია, რომ ვფიქრობ, ეს შენი მინისტრია და ეს შენი პრეზიდენტია და ის რაღაც კანონებზე მუშაობს, ნუ კოშმარია. ეს იმდენად ხო გეუბნებით არაფერს ტყეში ვინ ატარებს, რა ხალხი ატარებს, რა კომპეტენცია გააჩნიათ იმისა, რომ საერთოდ რაიმეზე ისაუბრონ, არა თუ კანონმდებლობაზე და ასე შემდეგ. ნუ ამას კიდე შევეშოთ. ეს თავისთავად იმდენად ხო გეუბნებით ყველაფერს მოკლებულია ლოგიკა, აბსოლუტურად, რომ აი ამ ბუნების შეცნომას და აი ამ ბუნების, ესე ვთქვათ, უკანონობას თვითონ ბუნება დაარეგულირებს და ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება. მაგრამ სწორედ საზოგადოება ამ შეცვლის დროს უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და მკაფიოდ უნდა იცოდეს, როგორი ხელისუფლება უნდა მას რომ მოვიდეს. რა მოთხოვნები ექნება ამ საზოგადოებას იმ მოსული ხელისუფლების წინაშე, რომელიც შემდგომში აიღებს თავზე ამ ქვეყნის მართვას, იმიტომ რომ
მხოლოდ აი ასეთი მიდგომები არის გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რაც ჩვენ გვაქვს, თორე თუ ჩვენ თქვით, რომ ოღონდ მიშა წავიდეს და რაც გინდა იყოს, აი ეს პრაქტიკა უარეს მოიყვანს. კიდევ გვაქვს ზარი ეთერში, გიცნენთ? ალო. ცოტა ხმა მაგლად შეიძლება. დიახ, გიცნენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ვიწყებით უნდა გამოსწოროთ ქალბატონ ნანას დიდ პატივს გცემთ. დიდი მადლობა. რა ვიცი, დიდი მადლობა რომ არსებობთ. ნევალიცის. ბატონო ბაკურ, თქვენ კიდე თქვენი თαυτოვანებული ვართ. მთელი საქართველო. მე პირადად. მადლობა. მე არ გიცნობდი და იმეც ვიტოვებ რომ მოვალ იქ მიტინგზე და პირადად გეტყვით რა იმეც ვიყავი რომ გელაპარაკეთ. დიდი მადლობა. ერთი რა მინდა რომ გაგამხნევოთ ხალხო, მე პატიმრის დედა ვარ, გულჩათხოვილი და გამწარებული, მაგრამ ერთი რამე რომ ხალხი არ დაღლილა, არც დაიღლება და ერთი აი რა ვიცი რო გითხარით 26-ში თეთრიც გამოვედი, თეთრებში ჩაცმული. რა ფერსაც გვეტყვით, იმ ფერს ჩავიცმევთ. რა ვიცი, რა გავაკეთოთ რა, ხალხი ელოდება ერთს, აი გადამწყვეტს რა. მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავაკეთოთ რა, არაფერი აღარ არის ეს ჩვენთან საუბარი ესენი, ეს მსჯელობა ესენი. არა. ერთი გადავწყვიტოთ და გამოვიდეთ რა. დავამთავროთ და მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს. მე ესე პირდაპირ ვერ დაგეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ მსჯელობის, საუბრების და გაანალიზების გარეშე რომ მოვიდა ეს ხელისუფლება სათავეში და რო არ დადგა საპირწონეთ საკითხები, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო და ემსჯელა საზოგადოების დიდი ნაწილს და უბრალოდ აი ეს ერთ მნიშვნელოვნად არ გადაეწყვიტათ, რომ ოღონდ შევარდნაძე არა და სხვა ვინც გინდა ის და თუნდაც მიშა დღეს საქართველოს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ არსებობს კანონზომიერება, რა თქმა უნდა, გვაქვს საჩქარო, იმიტომ რომ ყოველდღიურად იკარგება საქართველოს მიწა და ინგრევა ღირსება, ინგრევა მენტალიტეტი, ინგრევა ქართველობა, თვითმყოფადობა და საჩქაროა, მაგრამ ძალიან დიდი განსჯის, ძალიან დიდი დაკვირვების და ძალიან დიდი გაანალიზების შედეგი უნდა იყოს ამ ხელისუფლების გასტუმრება. ასე ერთხელ გამოვალ და მე სადღაც შევარდები და მე ესე დავამთავრებ, იმ შევარდნილების ძალიან დიდი პროცენტი არის დღეს, რომლებიც მაგიდებზე დარბოდნენ, რომ მართავენ ამათობის სფეროს. ჩემს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, სადაც მე ჩემს მიერ არჩეული პარლამენტი უფლის მადლით ეს დღე დადგება საქართველოს. ჩემს მიერ არჩეული პრეზიდენტი უნდა შევიდეს, იმ მაგიდაზე მე ფეხით ვიყო ნადგომი, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის საამაყო და არც იმ ადამიანების გვერდით ვიყო, რომლებიც ამაზე არიან თანახმა, ასე რომ ისიც არის. მაპატიეთ ბაკურ ჩაგეჭერით ძალიან ბევრი საზრია. ეს არ არის ერთი მოქალაქის აზრი, რომ მოდით შევიდეთ ერთხელ და სამუდამოდ და დავამთავროთ. მე მგონია, რომ მთელი ეს საუბრები, რომელსაც ჩვენ აქ ვეწევით, მთელი ჩვენი საქმიანობა, რომელიც ამ საკნის მიღმა თითოეულ ჩემს გაგვაჩნია